2003 წელს საქართველოში იყო 26,000 კაცი დაზღვეული. ხო ეგრე თქვენ ახლა არის მე მგონი 2003 წელს აქ არავინ არ იყო დაზღვეული, ხო? არა. 2003 წელს საქართველოში იყო 23,000 კაცი დაზღვეული. მე არ მგონი აქ თქვენთაგანი რომელიმე 2003 წელს ყოფილიყო დაზღვეული. არც ერთი ადამიანი იყო დაზღვეული. 2003 წელს იყო 23,000 ადამიანი დაზღვეული. აი ამ სოფელში არც ერთი კაცი არ იყო დაზღვეული 2003 წელს. 2003 წელს საქართველოში იყო 23,000 ადამიანი დაზღვეული. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ სოფელში არც ერთი ადამიანი არ იყო დაზღვეული 2003 წელს. 2003 წელს საქართველოში იყო 23,000 კაცი დაზღვეული. 23,000. ამ სოფელში, აი თქვენ ვინმე ყოფილიყარ დაზღვეული 2003 წელს? არავინ. ანუ 2003 წელს საქართველოში დაზღვეული იყო 23,000 ადამიანი. ამ სოფელში მე მგონი არავინ არ იყო დაზღვეული 2003 წელს. 2003 წელს საქართველოში იყო დაზღვეული 23,000 ადამიანი. მე დარწმუნებული რომ აქ ყოფი არც ერთი ადამიანი არ იყო დაზღვეული 2003 წელს. ვინმე იყავი დაზღვეული? 2003 წელს საქართველოში იყო 23,000 დაზღვეული ადამიანი. 23,000-დან ამ 23-ში არავინ არ შედიოდით აქ ვიციყავით. არავის არ ქონდა 2003-ში მე მგონი დაზღვეული. კაკარაშვილსაც გადავუგეთ სურათი? ხოდა. მე მინდა ჩემ თავს უსურვო და თქვენ გისურვოთ. რომ შემდეგ მოსვლაზე რომ მოვალ. ჯანდაცვაზე შეკითხვა არ ქონოდეთ. ცოტა უნდა აჩქარდეთ ხოლმე მოსვლაზე, ცოტა მალმალი მოვიდა. რომ მოვალ მე თქვენთან. ცოტა ხშირად. უფრო გარი. გას დაგუჭეთ მოვალ ხოლმე. ხო, თითოეჭი თუ სურვილები. გეთქვათ, ესე ხო აი, არ მინდა ჯანმრთელობის თემაზე ვილაპარაკები, დამანდები თავი. ეგო მოგვარებულია,ო. რომ მოვალ მე თქვენთან, მომავალ შეხვედრაზე და დავიწყეთ ლაპარაკს ჯანდაცვაზე. სამართლობაზე თქვენ ეს დამანები თავი აღარ გვიდაო ჯანდაცვა მანდაო ყველაფერი აწყობილიო მოდი ამას მივხედოთო მე რა მინდა იცით თქვენ რომ მოვა რამოდენიმე წლის მერე თქვენ და დაგელაპარაკებით და გეტყვით ჯანდაცვაზე რაღაცას ოჰო ეგ აღარ გაინტერესებს ჯანდაცვის საკითხი მოდი ახლა სხვა პრობლემა მოგვარეთო რა იმიტომ რომ მე მინდა გისურვოთ რომ შემდეგზე რომ მოვალ და დავიწყეთ ჯანდაცვაზე ლაპარაკს მითხრათ რომ აღარ გვინდა მაგაზე ლაპარაკი ეგ ისა და როგორ შუქზე მოვჭიდე ლაპარაკი აი შუქზე ხო აღარ ვილაპარაკებით მითხრათ რომ ჯანდაცვაზე დამანებები ეხლა გაზის მოგვარებულია ეკოლოგიური ამბავი შემდეგ მოსვლაზე მოიცავს მე მინდა რომ შემდეგ მოსვლაზე თქვენ ის საკითხები რომელიც დღეს გაწუხებთ აღარ გაწუხებთ რომ მე რომ მოვალ ახალი საკითხები მალე მოვიდეთ ხო? აი თუ მომეხმარებით რომ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ძალიან მალე მოვალ და ძალიან მალე თქვენთან ერთად მოვიდეთ ეხლა რა გაზზე რატო წვიმანდებით კაცო? ამდენ რაღაცა დაკმირდა რა გაზზე? გაზი ყველაზე ადვილია. თავარი სოფლის ეგ არის და რა გაზი მაგრამ უბნებში ვერ გაქვს. ოჯახებში ვერ. ეგ ფინანსების ბრალია. აჩაღო ბაღარალი ქვეყანაში გაზი შემოყვანას რა უნდა? ეგ არის ფინანსების ბრალი, რომ არ აქვს საშუალებები, ვერ ვყიდით მოსავალ ნორმალურ ფასში, რომ შემოვიყვანოთ. თქვენ დაგვიანებით მოხდეთ. ეხლა აბა მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ მეზობელ სოფელში გადავდივარ. ერთი ორი შეკითხვა გვაქვს თუ ერთი შეკითხვა. ეხლა აი ზოგი თან ყოფილი თანამდებობის პირები მე 29 წელი მიციქე. ვინც კი ამის ერთი ხიდი გვაქვს პრობლემა და არა დაგაკეთა. კატონოვანა დინარი არის მოსახლეობა აღებია. მოდი ერთმანეთს შევხვდეთ. მოქმედი ეკლესია ერთმანეთს შევხვდეთ. ჩვენი სოფელი ხუთიანი სოფელი. ой სადე გასვეთ. ესე თავი შევხვდეთ. ეხლა მე ვნახავ თუ რესურსი გვაქვს. თუ ჩვენ ახლა კანონი ვიგზავნოს არჩევნებამდე ბიუჯეტის ცვლილებას. თუ ბიუჯეტი მაგ ეხლავე დავიწყებთ. თუ არის. თუ არ არის მომსმენი არჩევნები არის ოქტომბერში. პირველივე არჩევნებიდან მეორე დღეს ჩავსვავთ ამ ხიდის საკითხს ბიუჯეტში და დავამთავრებთ იარაღის ფედერალურ ჩავსვავთ ოქტომბერში გაზაფხულზე კაი ამინდი იყო გაზაფხულზე დავამთავრებთ მე გაზაფხულზე დავამთავრებ მოვალ თქვენთან და თქვენ მაგარი ჭკისრულთ ეხლავე წავიდეთ ბატონო ეს ჩვენი შვილები რო სწავლობენ და დასაქმებლები არიან მაგაზე არის ნახევარი საათი რა ხო და მე რა მაქვს იცი არა გასაგებია მაგრამ აი ახლა მაგალითად ჩემ შვილმა დაამთავრა ჭავჭავაძე იყო სტიპენდიანტი. ნუ დაამთავრა კიდე თქვენი აკადემია, პოლიციის აკადემია.
სუკოლას დაუძახეს და ჩემი შვილი დაუძახეს დასაქმებდნენ თუ არა. აი ბატონო, ჩაიწერე რა. თან ტელეფონი ჩააწერე რა. კი ბატონო. აბა კარგად ზამდებოდა. ძალიან დიდი მადლობა და ეხლა მე მეზობელს ხელში მედივარ და ამ ქალბატონს გაში დაველაპარაკე. წარმატებას გისურვებ. კარგად, აბა. დაგიდა, კარგად. აი ეს ახლაკიანი ბავშვი სოციალურ დაუჩელება. გაჭირებული ეთნიკოსები და მე არც ასეთი დამტკიცება შეიძლება არაფერს აი იმითი რომ ვიყიდო მაგალითად პროდუქტი არ მაქვს. ეხლა კანონს როცა მივიღებთ ამაზე, იქნება გამოწერილი რა შეიძლება დაიხარჯოს ეს. ერთი კიდე წყალი როა პრობლემა არის. აი წყალი მაგალითად ისა ეზუებში არ ედი ახლა კულტურის სახლი არა გვაქვს. ორი წელიწადია აი ეს შემოწირულობები და მამაყისის როცა მე რო ეხლა რამე დაგფაცას მე რო დაგფიქრე ჩამეთვლება მოსკიტოში. ჩვენად ჩაგეთქვი. ჩვენად ჩაგეთქვი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ. და გაზი ბატონო გონო. რა მეუცილება. აი თუ ბაგადის და როგორ დავს კამპეტი დაანახო და არა რო გააკეთო კომენტარი. იმიტომ რომ ჩვენ ხა მთავარი საქართველოს პრემიერ-მინისტრები ძალიან რო გააკეთო კომენტარი ჟურნალისტების თემასთან დაკავშირებით პარალელურად. აუცილებლად. რო გააკეთო კომენტარი ჟურნალისტების თემასთან დაკავშირებით პარალელურად. ისა პასუხისმგებლობა ეხება თუ არა როგორც პრემიერ-მინისტრი.